თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილთა ხმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენო მაყურებლებო, ვისაც საშუალება გაქვთ ვიყურებთ კიდეც რადიო ხონის ხმა, რომელიც გახლავთ ჩვენი სათემო რადიო, კვლავ ეთერშია. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენი რადიოს მაუწყებლობისათვის ყველაზე მთავარ მხარდაჭერს DVB Internations და საერთოდ გერმანულ მხარეს, რომლებიც ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებენ ხონში და მათ შორის ჩვენს სათემო განათლების ცენტრში და რომლის ნაწილია ეს რადიოც. დღეს ჩვენ მოვიწვიეთ ძალიან კარგი ახალგაზრდა წარმატების ფორმულა, შეიძლება ითქვას ხონში და მე მინდა რომ ბევრი ახალგაზრდისთვის მაგალითი იყოს ბატონი კახა წულაია გახლავთ ადამიანი, რომელიც არის მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, ბევრ რამეს აკეთებს ამ ქალაქში, არ დატოვა არასდროს ხონი და ყველაფერი მიუძღვნა მის საყვარელ მშობლიურ მხარეს. მე პირადად მაგალითად როგორც ჟურნალისტ იშვიათად რაიმე ღონისძიებაზე ჩამოსულიყავი, რაიმე გამეგონა მე 90-იან წლებიდან ვამბობ დღემდე, სადაც კახა ან მონაწილე არ არის, ან წამყვანი არ არის, ან ხელმძღვანელი არ არის, ან პროდიუსერი ამ ყველაფრის და თითქმის ბევრ რაღაცას ხელმძღვანელობს, მაგრამ ამ წუთში ოფიციალურად ის წარმოადგენს ადმინისტრაციის უფროს ბაგაბაღების გაერთიანების და ბევრი რამის გამოვა დღევანდელი ჩვენი სტუმარი. პირველ რიგში კახა მოგესალმეთ. მოგესალმებით მაყურებლებო, მოგესალმებით დავით. დიდი მადლობა მინდა პირველ რიგში გადაგიხადოთ მოწვევისთვის, თქვენს და სათემო განათლების ცენტრს, ელისოსაც. კახა არის ჩვენი განათლების სათემო ცენტრის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი, სადაც ტურიზმის სკოლა გაიარა წარმატებით და საერთოდ რა სიტყოდი ჩვენ განათლების ცენტრზე, ჯერ ასე დავიწყოთ. რა თქმა უნდა, მივესალმები ამ წამოწყებას და როცა დაიწყო ეს ყველაფერი, მართლაც მნიშვნელოვანი იყო და თავიდანვე მივხვდი რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა, იმიტომ რომ აუცილებლად ჭირდება ასეთი არაფორმალური განათლება ქალაქს, სადაც არ არის შეზღუდვები, აქ ასავს გულისხმობ რა თქმა უნდა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს არაფორმალური განათლება უფასოდ, ასე რომ ვთქვა. კი ბატონო, სრულიად უფასოდ და ეს მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენ ქალაქში და მივესალმები ამ ყველაფერს. კარგი, ახლა კახა უფრო ახლოს რო გაგისნოს ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა, დავიწყოთ თქვენი ბავშვობით, დავიწყოთ სად დაიბადეთ, სად სწავლობდით, როგორ გაატარეთ და რა არის თქვენთვის ეს პერიოდი? კახა წულაია ვარ, თქვენ ციცით და ხონმაც ძალიან კარგად იცის ვინც ვარ. დავიბადე 1991 წლის 30 ოქტომბერს ხონში, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში. დედაჩემი ხელოვანი ადამიანი იყო, მუსიკოსი იყო. მამაჩემი ადრე ვაჭრობაში მუშაობდა, მე პატარა ბიზნესიც ჰქონდა ოჯახში რაღაცა, და ჩემი ბავშვობა ახლა იცით თქვენ 90-იანი წლები როგორი წლები იყო და ამ მწარე წლებს უკავშირდება, ასე რომ თქვა, ჩემთვის მწარე იყო რა თქმა უნდა და ყველა ვინც გავიარეთ ეს წლები, ყველასთვის მწარე იყო ნამდვილად, მაგრამ ამ სიმწარეშიც და ამ რაღაცა სიბნელეშიც მაინც ის ნათელი წერტილებიც არსებობდა, რითაც ჩვენ სურვილობდით. პირველად საჯარო სკოლა დავამთავრე, სხვათა შორის წარმატებით და დღემდე ვარ ამ სკოლის გულშემატკივარი და დიდი მადლობელი ვარ სკოლის, რომ წელს ამიჩიეს საპატიო სკოლელად და ეს მართლაც ჩემთვის მნიშვნელოვანი ამბავია და დღემდე ავწყვიტა ურთიერთობას ამ სკოლასთან და ჩემი შვილებმაც ამ სკოლაში დაამთავრეს, მესამე იქ სწავლობს და მიხარია ნამდვილად, რომ პირველი სკოლა ყოველთვის იდგა სათანადო
ადგილას ამ ქალაქში და აკეთებდა ისეთ რამებს, რადგან შეიძლება სხვა სკოლა არავის არ ვაკეთებს რომ წყოხოს რა თქმა უნდა სხვანაირად თუ გამიგოთ, მაგრამ პირველი სკოლა მაინც ყოველთვის პირველი სკოლა იყო და ასე ვინარჩუნებთ დღემდე. ნუ რა შეეხება ინსტიტუტს, მე ჩავაბარე თბილისში. მანამდე ინსტიტუტში ჩავაბარე, გეტყვით იმას, რომ ოჯახი შევქმნი. ძალიან ადრეულ ასაკში, ასე რომ ვთქვა. რამდენი წლის იყავი? 17 წლის. 17 და 3 შვილი გყავს. კი ბატონო. ოჯახში. უფროსები 22-21 წლის, პატარა 8 წლის. და შევქმნი ოჯახი, მე ჩავაბარე ინსტიტუტში, კულტურის ინსტიტუტში, ხელოვნებაცოდნეობა პროფესიით. მაქვს მეორე პროფესიაც, იურისტიც ვარ. მაგრამ ასე რომ ვთქვა, ამ პროფესიით არ მიმუშავე არასდროს, იმიტომ რომ იქ დაიხურა, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება მთლიანად ხელოვნებას მიუძღვენდა კულტურა ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და დღემდე რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ვაკეთებ ამ კუთხით. რა თქმა უნდა, ინსტიტუტიც დარჩენებით დავასრულე, მე ჩამოვედი ხონში, სხვათაშორის დედაჩემი ნუნო სამუქვაძე იყო ხელოვნების კოლეჯის დირექტორი. ხახონელებმა ძალიან კარგად იციან 96 წელს ჩამოყალიბდა ეს სკოლა, სხვადასხვა იყო თბილისის ხელოვნების კოლეჯის ფილიალი და 15 წელი იარსება. და ინსტიტუტი რა დავასრულე, ჩამოვედი აქ სამუშაოდ რამ დედაჩემთან ხელოვნების კოლეჯში და იქ გავიარე რაღაც ეტაპები, მაშინ სამსახურები ასე არ იყო. ყველგან ვერ იმუშავებდი, რაღაცა გამოცდილება თუ არ ქონდა და ჩემთვის ეს მართლაც ტრამპლინი იყო, ასე რომ ვთქვათ, რომ მე გამიგზელებია სხვაგან მუშაობა რა, ასე რომ ვთქვათ და ძალიან ბევრი რამე, თუნდაც მასწავლებლობა, თუნდაც კოლეგიალობა, სკოლის ფორმულა, ასე რომ ვთქვათ, ხო? იქ მივიღე ეს ყველაფერი. ანუ ეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობასაც. კი, პედაგოგიურ საქმიანობას, ამასთან ერთად ვაწყობდი პატარ-პატარა ღონისძიებებს, იმიტომ რომ ხელოვნება ჩემთვის ბავშვობიდან ახანდედა იყო ხელოვანი, ძალაუნებურად მეც ამ კუთხით მოვიწამლე, ასე რომ ვთქვათ და თითქმის ყველა კუთხით მაქვს რაღაცები გაკეთებული ამ ქალაქში. მე ეს კოლეჯი რა თქმა უნდა რაღაც მიზეზების გამო არ ვიცი ახლა არ გვინდა მაგაზე საუბარი. ნუ დასრულდა 15 წელი იარსება და მე და ეს კოლეჯი რას აკეთებდა? რა ტიპის სახელოვნებო ისწავლებოდა? ეს იყო საგანმანათლებლო დაწესებულება, როგორც სკოლა ისეთი, სადაც სკოლის საგნებთან ერთად ისწავლებოდა სასცენო მეტყველება, სასცენო მოძრაობა, მხატვრული კითხვა, ცეკვა, ყველაფერი იყო ერთ დიდ სისტემაში მოქცეული. სხვათა შორის 400 ბავშვი ისწავლობდა ამ სკოლაში, ძალიან წარმატებული სკოლა იყო, იმ თაობის ვინც არის, რა თქმა უნდა, ყველას კარგად ახსოვს, რომ ძალიან ბევრი წარმატებული სპექტაკლი ჰქონდა, წარმატებული პერფორმანსები, მაშინ აკეთებოდა ასე ეს პერფორმანსები და რაც ფლეშმობები და რაღაცები და ჩვენ ასე ვთქვათ, ნოვატორი ორგანიზაცია ვიყავით მაშინ. ეს ლიცეუმის ტიპი იყო? კოლეჯი იყო. არა, ნუ ჯერ რაღაც პერიოდი ყველა ასაკს არ იღებდა, ანუ. არა, პირდაპირ პირველი კლასიდან შეიძლება დაბრუნებასა. ანუ საჯარო სახელმწიფო სკოლა იყო, ჩვეულებრივ. სახელმწიფო სკოლა იყო, ოღონდ თბილისის ფილიალი იყო, თბილისში არსებობს ეს ციცო ჯაფარიძეა დირექტორი ამ ორგანიზაციის ხელოვნების სკოლაში, დღესაც არსებობს ეს და ის სახელმწიფო სკოლაა, ხო? ისიც სახელმწიფო სკოლა, კი ბატონო. საინტერესოა, ასეთ რაღაცა რომ გაკეთება რთული თორე იმ პერიოდის ხონის ხელმძღვანელობამ ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოხატეს ამ სკოლასთან, სკოლის გახსნასთან დაკავშირებით. ამას გეუბნებით 96 წლიდან მე, ნუ თავიდან ხო იცით, ყველაფერი გაჭირებით იწყება რაღაცა, მაგრამ მე უკვე 3 წლის მერე უკვე როცა თავდექით ფერზე ასე რომ თქვა და უკვე 2000 წელში ეს სკოლა უკვე ძალიან სერიოზულ წარმატებებში იყო, არა მარტო ქალაქში, არამედ თბილისშიც, ქუთაისშიც და ნუ რა ვიცი რა. ჩვენი ბავშვები ძალიან სერიოზულ კონკურსებში იღებდნენ მონაწილეობას. ნუ ამ ცეკვითაც, სპექტაკლებითაც, ნუ რა ვიცი. ნუ აქ ეს გამოცდილება მივიღე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი და მე მადლობელი ვარ ღმერთის, რომ დედა მომწამლა მე ამით, ასე რომ ვთქვა, ხელოვნებით და მე გავაგრძელე ეს ყველაფერი ჩემს ქალაქში, სხვა ორგანიზაციებში და
ყველაზე მეტად რაც მინდა რომ აღვნიშნო არის ის რომ ახალგაზრდული კავშირების ლიგაში როცა მივედი 2006 წელში ეს კარგად მოგეხსენებათ ალექსანდრე აკობიძე იყო ასეთ პიროვნება თქვენც იცნობთ გადაცვლილია ეს იყო ადამიანი რომელიც ყოველთვის ვამბობდა ვიტყვი იმას რომ აი რაღაცა ნიჭიერების ფერდა დიოდა რა ეცებდა ნიჭიერ ახალგაზრდებს ეცებდა შრომისმოყვარე ახალგაზრდებს რომლებისგანაც ესე იგი ასე ვთქვათ როგორც ფოლადი იწვრთობა ისე უწვრთნიდა ჩვენც რომ აი ჩვენ ყოფილიყავით საზოგადოებისთვის სასარგებლო პიროვნებები რა აი ამისთვის ცხოვრობდა ეს ადამიანი და სამწუხარო ის დღეს ჩვენ მოდით არ არის მაგრამ ამისთვისაც მადლობელი ვარ უფლის რომ ამ ადამიანს შემოხვედრა და რაღაცა მისი სკოლა გავიარეთ რა ვინც გაიარა ეს თქვენ ბევრი ადამიანი გეყოლებოდათ აქ ისეთი სტუმარი ვისაც ალიკო აკობიძის კი სკოლა ნამდვილად და ეს მართლა დასაფასებელია ჩვენ ედუარდმაც აღნიშნა სტუმრად რომ ყავდა და ვისაუბრეთ მაგრამ კი ნამდვილად და ედუარდი ჩვენი თაობა გურამდაც თაგურეთ ჩვენი თაობა და ნუ ბევრი ისეთი ადამიანები ვინც რა ვიცი ეს ორგანიზაცია იყო ახალგაზრდული ორგანიზაცია თან გქონდა პეტური გაზეთი ქონდა ხო მე მახსოვს რომ შენ ჟურნალისტური საქმიანობითაც კი აი ამ ორგანიზაციაში მისვლის შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენ მე რაღაცა ალექსანდრეს მხარდაჭერით ასე ვთქვათ მოვკიდე ხელზე ამ გაზეთში მუშაობას რედაქტორიც ვიყავი გარკვეული წლები და ასე ვთქვათ ცოტა ჩემი პერიოდში და ჩემამდე თამარ ბახტაძე იყო ჩვენ მეგობარი რაღაცა უფრო რა გავაკეთეთ ისე გავათანამედროვეთ გაზეთი ასე ვთქვათ ბეჭდური ორგანო გავათანამედროვეთ და უფრო რაღაცა ცოტა კრიტიკაც შეურიეთ ცოტა რაღაცა ხო იცი ახლა ჟურნალისტებს გვეხერხება მასეთ რაღაც ვისაც კალამი უჭრის და იმ დროს გულისხმობ და ეს იყო რა ვიცი ჩემთვის საუკეთესო წლები და თუ აი რა გითხრა რა მე ხშირად ხედავდით სცენაზე როგორც წამყვანი. კი, ვიყავი. ბევრი ხონიზებაზე ვიყავი წამყვანი, ყოფილვარ და დღემდე. ხო, დღემდე მიყავს ამ საქმიანობას, არის რაღაცა, ესეც ახალგაზრდულში ჩამოყალიბდა ჩემი წამყვანობის ამბავი. რაღაცა ვერ ნახეთ ერთ ხონიზებაზე, ვერ ნახეთ და ნუ ალექსანდრე მითხრა, რომ მოდი შენ წაიყვანე რა. ნუ თავიდან შევშინდი ახლა არ ვერა, ნუ მიდი აბოცავდეთ და ნუ ალბათ გამომივიდა. იმიტომ რომ მის მერე მე და ალექსანდრე ვიყავით რაღაცა სულ პარტნიორები ამ წამყვანობაში. მე ახლა სხვა ორგანიზებებზეც რა თქმა უნდა. მინდა ხაზი გავუსვა კიდე რას. სხვათა შორის ჩემი ახალგაზრდულში მოღვაწეობის დროს არაერთი დიდი პროექტი გაგვიკეთებია ისეთი პროექტები, რაც ამ ქალაქს არ ახსოვს სხვა შემთხვევაში. ეს იყო კორპორატიული საღამოები, ეს იყო ბავშვებს ვეხმარებოდით ძალიან ბევრი ისეთი სოციალური პროექტები, საგანმანათლებლო პროექტები, აი არაფრისგან ვაკეთებდით რაღაცას რა. და ამ ყველაფრის ასე რომ ვთქვათ, ორგანიზატორი ჩვენ მთელი გუნდი რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ ხო არა რაღაცა იწყებს. რაღაცა იწერება ჯერ ფურცელზე, მერე გადადის აზრად, მერე ნენდავთები ეს ხომ და მერე რაღაცა. მერე ეს ყველაფერი ისე იმდენად ჩამომიყალიბდა მე პირადად ჩემ თავზე ვიტყვი, იმდენად ჩამომიყალიბდა, რომ უკვე რაღაცა ჩემი ცხოვრების წესი გახდა, თუნდაც ეს პროდიუსინგი, რასაც დღეს მე ვაკეთებ სხვადასხვა ორგანიზებებს ქალაქში და რაღაცა ჩემი ხედვები მაქვს, ჩემი ნიშა მაქვს თუ ვინმე ნახავს ხო ყველა ხვდება რომ რაღაცა ჩემი გაკეთებულია ხო თუ არ ყოფილა ღონისძიებაზე ხო ეს ყველაფერი ყალიბდება რაღაცა გამოცდილების მერე რა და რა მაინტერესებს პლუს ამას ყავთ ოჯახი, სამი შვილი ხა ადვილი არასოდეს არ არის დაუშვათ რაცა უნდა ბევრს მუშაობდე ოჯახის შენახვა და ხა ხელოვნება არ არის ბიზნესი, არა, თუმცა თუ იქნება ბიზნესი, ცუდი არაფერი ამაში და უნდა იყოს და დიდ ფულს ვიშოვით, ფული შოვნა სირცული სულაც არ არის. აი, როგორ შეძელით, რომ ოჯახი, ამდენი შვილი, ახლა
გაზარდო და თან შეხელოვნებით მიდიხარ სულ ამ კუთხით. ეს რთული იყო თუ ძალიან რთულია, დღემდე რთულია, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მოგეხსენება შენ. საქართველოში მაინც კვაცია თავი შემომტანი ფულის ეს, მაგრამ ნუ ჩემი მეუღლე მზეა კიშმარაია, ბუღალტერია. ან ცოტა ძნელია ხა მეუღლეზე ლაპარაკი, ასე, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო ამ ქალაქში, ასე ვიტყვი. და ჩვენ ორივე ერთდროულად რაღაცას ვცდილობთ და ვწვალოთ და რა ვიცი რა, სამსახურის გარეთაც არის სხვა საკითხები, სხვა საქმეები, რასაც ვაკეთებ სხვათა შორის, მინდა უნიშნო, რომ მხოლოდ ხელოვნებით არ შემოიფარგლება ჩემი ახლა ცოტა ისე რთულად, ცოტა სხვენია კიდეც ამაზე ლაპარაკი, რომ რაღაცა სხვა ისინი მაქვს, განსაკუთრებული უნარჩვევები მაქვს, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ უნდა ვთქვა, ხო? ვარ IT ტექნოლოგიების სპეციალისტიც ამასთან ერთად კომპიუტერულ სისტემებსაც ვაკეთებ, ასე რომ ვთქვათ, გრაფიკულ დიზაინზეც ვმუშაობ და სხვათა შორის კულტურის ცენტრში არაერთი სპექტაკლი ღონისძიება ყოფილა, სადაც ჩემი დიზაინით იყო გაკეთებული ბევრი რამ. და რაღაცა კერძო შემოსავლები შეგვეთებს იღებ. კი, შეგვეთებს. ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ვიღებ, მაგრამ ეს მიზერულია, მაგრამ მაინც რაც შეეხება თქვენს ეხლა სამსახურს, ბაღების გაერთიანებას, ამაზე რას გვეუბნებით? ნიშნავენ და საყვარელი საკითხია, რამდენი ბაღს აერთიანებს, ამაზეც რო გითხრათ. ჩვენ ვართ ბაღების გაერთიანება, 20 ბაღი შემოდის ჩვენს დაქვემდებარებაში, ნუ სხვადასხვა სოფლების ბაღები და ქალაქში 3 ბაღია, ძირითადი ბაღი. უკავს 700-მდე ბავშვი, მსახურები 700-მდე ბავშვს და 250 თანამშრომელს. მთლიან ქსელში ხო რა თქმა უნდა. ნუ მე-5 წელია მუშაობდა, მართლაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე მნიშვნელოვანი, როგორც რამოდენიმე წლის უკან მუშაობდი სკოლაში, მასწავლებელი ვიყავი, ხელოვნების მასწავლებელი და ეს იყო ჩემთვის დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ რაღაცა შენს გამოცდილებას რომ ბავშვს უზიარებ და იმას უნერგავ, რომ იცი ხელოვნება არის ყველაზე მაღალი კი ბატონო, უნების ყველაზე დიდი და სულისთვის აუცილებელი პირობა, რომ ხელოვნება უნდა გიყვარდეთ ბავშვებო და რაღაცა ცდილობ, რომ რაღაც შეაყვარო სხვადასხვა მხატვრები, მსახიობები და ასე შემდეგ რა. ასევეა, რა თქმა უნდა, ბაღიც და მე მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მე ამ სტრუქტურაში მოვხვდი და სკოლამდელი აღზრდის სისტემაში მსახურები ამ ბავშვებს, რა თქმა უნდა, თანამშრომლებსაც, ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს ბაღში, რომლებიც 20 ბაღის მართვა ასე იოლი არა, ნუ რა თქმა უნდა, ჩვენ ხელმძღვანელთან ერთად, ეთერ სიმონიძესთან ერთად და ერთ-ერთ საუკეთესო საქმეს ვაკეთებ ჩვენ ამ ქალაქში, რაც შეიძლება უკვე, როცა ბავშვი სანამ სკოლაში მივა, მას აუცილებლად ჭირდება რაღაცა პატარა განათლება ჭირდება, მან ბევრი რამე უნდა იცოდეს სკოლაში მისვლისას და ყველას მიუწოდე რაღაცა დღესდღეობით ისეთი ტენდენცია წამოვიდა, რომ იცი არ არის აუცილებელი ბაღში წავიდეს ბავშვი, რაღაც გამიგია ბევრი მშობლისგან იცი და ყოველთვის ყველას ვეუბნები, რომ ეს არის აუცილებელი ბავშვი სწავლობს ურთიერთობებს, ბავშვს უყვარდე, უიჩენს მეგობრებს. რამდენი ოჯახის ეს ეკონომიკური საშუალება აქვს. რა თქმა უნდა, ბავშვი გამოიგონოს, გაეზარდოს, სამთარში სიტბოში ყავდეს და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ საქმეს ვემსახურები ნამდვილად ჩვენ საუკეთესო გუნდთან ერთად. კახა, შენ სტუდენტობას თუ არ ჩავთვლით, ხონი პრაქტიკულად არ დაგიტოვა. არ დამიტოვებია ნამდვილად. რა არის შენთვის ხონი? იცი სულ ამბობ ამას, რომ მიუხედავად იმისა, რომ წულაია ვარ და მეგრული გვარი, მაგრამ ხო, მაგრამ ხონში ბევრია მეგრული გვარის. კი ბატონო, ჩვენ სხვათა შორის 60 ოჯახია წულაია, არ არის ეს პატარა. ხონში ცხოვრობს, ნუ სოფლებში ვლაპარაკობ. 60 ოჯახია, ეს ბევრია გვარისთვის ნამდვილად და ყველანათესავი ხართ? არა, ყველანათესავები არა ვართ, რა თქმა უნდა, ხო. ისე სხვათა შორის იმდენი ხანია, ჩემი წინაპარი ჩამოსულია, ჩემი 6 თაობის უკან ხალხი ჩამოვიდნენ, ჩემი წინაპრები უკვე თვლი, რომ მე
ძირძველი ხონელი ვარ. მაგრამ ახლა ხონელობას არ შეეხება. ეს არ არის მარტო ის, რომ იცი პასპორტში გვეწეროს, რომ საცხოვრებელი ადგილი, ხონი და რაღაცა ქუჩა. არა. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. იცი, ადამიანები რაღაცა უფრო მეტად სუფრასთან აღიქვამენ, რომ მაგალითად ხონელი ან ისე დაუშვათ ჩვენ ქუთაისელი ხარ და ხო, უფრო რაცა სუფრასთან გამოხატავენ ამას, მაგრამ მე პირადად სულ ვამბობ ამას, რომ ყველა ჩვენ საქმეში ნებისმიერ ჩვენ გადადგმულ ნაბიჯში, ნებისმიერ ჩვენ ურთიერთობაში, აი მე და შენ შორის ურთიერთობაშიც ხონს უკავია უდიდესი ადგილი. აი რო გადავხედოთ ახლა, შენ რატო ჩამოდიხარ? ხო? მარტო ის ხო არა რა ჩამოდიხარ რაღაც სამსახური. არა, რა თქმა უნდა. აქ დიდი სიყვარული მე ძალიან შემიყვარდა ხონი რასაც. აქ იმდენ სიკეთეს და იმდენ სიტყვას ვიღებ. ეხლა კი იცი შენ რომ გონი მეორე წრეზე ვარ მსოფლიოზე, მაგრამ ხონში ხშირად ხონიდან რომში მივდივარ, პარიზიდან პირველ ხონში ჩამოვდივარ, ხო პორტუგალია ხონი, ბარსელონა ხონი, ესე მაქვს ისა აწყობილი ლექციებიც და ყველაფერი. მარტო ის რა დღირს, რომ ნებისმიერ ქალაქში სადაც არ უნდა ჩახვიდე, საქართველოს ნებისმიერ ქალაქში ყველა მიცის, რომ ხონი არის განათლების და კულტურის ნამდვილად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ახლა იმ ამბებს არ დავიწყებ მოყოლას რეები გაკეთებულა ამ ქალაქში და როგორ ხალხს უცხოვრია და რა ხალხი დაურთიანებია, ამაზე არ ვილაპარაკებ და ვისურვებდი, რომ კიდევ მრავალი დაერთიანოს ამ ქალაქს, ჩემო დავით. როგორ ხედავთ ხელოვნების და განათლების, რომელსაც შენ ემსახურები ორივე სფეროს როლს საზოგადოებაში? განათლების როლი უნიშნელოვანესია, ჩემო დავით, რა ვიცი ახლა განათლების გარეშე ადამიანი მე პირადად ვთვლი, რომ აუცილებელი ვიცი, უმაღლეს განათლებას არ გულისხმობ მე ამ შემთხვევაში. შეიძლება ადამიანი იყოს კარგი მოხელე, პროფესიონალი საქმის მკეთებელი იყოს ადამიანი, რომელსაც არ ქონდეს უმაღლეს და ინსტიტუტი არ ქონდეს დამთავრებული. რაღაცა ყველა უსვამს ხალხს, რომ ახან განათლება გაქნილებული ინსტიტუტი უნდა ქონდეს, სულ არ ქონდა მაჟორშეულას არაფერი დამთავრებული. მაგრამ გენიოსი იყო, ფილოსოფოსი იყო ეს ადამიანი. მე რას ვამბობ, იცი? საერთოდ აი განათლება ზუსტად ამიტომ მომწონს ეს ადგილი მე. ეს სათემო განათლების ცენტრი, რომ აქ არ აქვს მნიშვნელობა შენ ინსტიტუტ დამთავრებული ხარ თუ ის საშუალო განათლება გესმის? შენ აქ რაღაცაში გიბიძგებენ, რომ რაღაცა ხვალდაზე შენ რაღაცა შენ გააკეთო. და ეს იმიტომ მომწონს ეს ასეთი არაფორმალური განათლების ცენტრები ზოგადად, სადაც არის და რაც არის, მაგალითად ახლა ხონში არის ხო, მოსწავლე ხაგაზო ედუარდის რაც არის ხელმძღვანელის არის ხო, ჩვენი მეგობარი. ხო, აი ისიც არაფორმალური განათლებაა, ხო, სკოლის შემდეგია ბავშვები ძალიან ხელუნდებიან და იცი შენ ბევრი ღონისძიება გინახავს, ხო, მათი გაკეთებული. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქისთვის, იმ სულიერებისთვის. ხელოვნებასაც, განათლებას თუ უყურე არის მომენტები, იცი, ყოფილა მაგალითად სპექტაკლებს, მე სხვათა შორის დიდ ქალაქებშიც ახლა არ მინდა დავასახელო, ყოფილა, ხო? ტაშის დაკვრა არის ეს მაყურებელი. ტაშის დაკვრაში რას გულისხმობ, იცი? აი, ამას გულისხმობ, სწორედაც. გამიგე, ამას არ ჭირდება განათლება. ეს რაღაცა შეგნით ინტელექტი შენ შინაგანი ინტელექტი უნდა გქონდეს გამიგე ამიტომა დიდი როლი იმ განათლებასაც იმ ძლიერ პედაგოგსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ძლიერ პედაგოგი საიდან იქნება განათლების როლი თუ არა ქალაქში საერთოდ ვერ იქნება მარტო იგი კი არა შენ სერტიფიკატი გქონდეს რაღაცა სულში უნდა იყოს ბატონო პედაგოგი უნდა იყოს სულში იცი მე 2 წელი ვიმუშავე პირველ საჯარო სკოლაში და წამოვედი რა რამე პრობლემა კი არ მქონია გავალწევრდი ჩვეულებრივად მაგრამ უყურე რას მივხვდი თუ მე მიუძღვნები ჩემ თავს პედაგოგობას და მომავალ თავებს აღზრდას მაშინ მე სხვა საქმე არ უნდა მეკეთებინა ესე არ შეიძლება აი ბოლომდე უნდა ეკუთვნოდე შენ იმას გამიგე მივხვდათ იმისა რომ იქაც პირველ სკოლაში ჩემი სიტყვა ვთქვი რაღაცა ჩემი პატარა პროექტები გავაკეთე რაც შემეძლო რა თქმა უნდა გავაკეთე გავიგე უყურე იმუშავდი მე მანამდე დედაჩემთან ხო ხელოვნების კოლეჯში ვიყავი პედაგოგი ხო მაგრამ ახლანდელი პედაგოგობა სხვა რამეა გამიგე და 90-იანის პედაგოგობა კიდე სხვა რამე იყო ანუ
ეხლა რაღაცა უფრო გათანამედროვდა, რაღაცა უფრო ტექნოლოგიები შემოვიდა. ანუ უფრო მარტივია ეხლა იყო პედაგოგი? მარტივი რა ვიცი, არა მარტივი არასდროს არაა პედაგოგობა. პედაგოგი მარტო საქმის პედაგოგი კი არა. მეტი შესაძლებლობა. ფსიქოლოგია უნდა იცოდე, ბავშვის ამას დიდი მნიშვნელობა პედაგოგიკა რა ხელა საგანია, 5 წელი სწავლობს ხალხი. ხო გესმის პედაგოგიკა უნდა ფსიქოლოგია, ბავშვი შენ ზუსტად უნდა იგრძნო. შეიძლება იყო კარგი პედაგოგი, მაგრამ ერთი შენი რაღაცა გამოხატვი და აზიანო მისი ცხოვრება. არა მარტო ის კლასი და ისა. რა თქმა უნდა, გეთანხმება. ან ჩაკლა მასში მოცარტი, ან პირიქით გააღვიძო ბეთჰოვენი. არა, პედაგოგი ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად და შენ ძალიან კარგად გახსოვს ადრე ჩვენ დროს რა ასე რომ ვთქვა 90-იანებში პედაგოგები იცი რაღაცა ჩარჩოში ჩასულები იყვნენ გამიგე და შეიძლება რაღაც ამის გაკეთება არ შეიძლება დღეს არ არის ეს დღეს შენ გახსნილი ხარ რაც გინდა აკეთე ოღონ რა თქმა უნდა ნორმის ფარგლებში რა თქმა უნდა ზნეობის და კიდე ერთი კითხვა, იმიტომ რომ ასე უცებ გავარდება ხოლმე ნახევარი საათი, როცა კაი რესპონდენტი გყავს. ერთი კითხვას მოვასწრებთ, როგორ ხედავთ თქვენ თავს, ან სად ხედავთ 10 წლის შემდეგ? ამაზე არ ვიფიქრია, მაგრამ ისე ასე შორი პერსპექტივა 10 წელი ახალგაზრდა კაცის. კი ბატონო, არ არის შორი პერსპექტივა, მაგრამ ამ ქალაქიდან წასვლას არ ვაპირებ. ხონში ხედავ თქვენ თავს ვერა? რა თქმა უნდა, ხონში ვხედავ. მაშინ სად? რა თქმა უნდა, მაინც კულტურაში რა. ამ თემას ვერ მოვშორდებ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი რა, რა ვქნა, მიყვარს. მე ბატონო, სხვანაირად არ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა განათლების სფეროში ვარ, ხო? განათლებას ვმსახურები. მე მაინც ვნახულობ იმის დროს, რომ ჩართული ხარ, ხო, რომ რაღაცა იმ სპექტაკლში რაღაცა მონაწილეობა მივიღე, მითამაშია სპექტაკლებშიც, რამოდენიმეში ხონში იმ რაღაცა ჩემი დიზაინით იყოს, რაღაცა იქ ჩემი ხელიერიოს. გამიგე, აი რაღაცა ამის გარშე არ შემიძლია რა. კი ბატონო. აი მართლა არ შემიძლია რა. ალბათ მე თუ წავალ ამ ქალაქიდან, ხო? და მე დავკავდები სხვა საქმით იმის გამო, რომ დაუშვათ მე ოჯახი მყავს და რაღაცა ეკონომიკური მდგომარეობა გავიმჯობესო, ჩემში რაღაცა მოკვდება რა. კი ბატონო. გამიგე, აი ესა გასაგები აბსოლუტურად ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის, ასეთი საინტერესო საუბრისთვის. პრაქტიკულად როგორც ჟურნალისტი ვერ ჩაგეჭერი უმეტად ისმენდი, ვიდრე კითხვებს ვამდი. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ კახა წულაია, არაჩვეულებრივი ადამიანი, კარგი ხონელი და ბევრი მრავალმხრივი ნიჭი დაჯილდოვდა, ბევრი კარგი საქმის და სიკეთის მთესველი ამ ქალაქში. ძალიან დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ. დავამშვიდობებით ჩვენ მაყურებელს და თქვენ წარმატებას გისურვებთ ჩემო კარგო. გაიხარეთ.